ახალი გამოცემა, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და უკეთ გაგაცნობთ საქართველოს შუა საუკუნეების კულტურული განვითარების მაღალ დონეს. 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გელათის აკადემიაში ახალი ალბომის გელათური ხელნაწერების პრეზენტაცია შედგება. რა საერთიანებს ეს გამოცემა მის შინაარსსა და მნიშვნელობაზე დაწვრილებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო ბუბა კიდევ ერთხელ. ბატონო ბუბა, ეს ახალი გამოცემა არის ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელსაც ახორციელებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. რა შევიდა და რა გაერთიანა ახალმა გამოცემამ? 900 წლის წინ 1106 წელს დავით აღმაშენებელმა საფუძველი ჩაუყარა გელათის მონასტერს გამორჩეულ საეკლესიო და კულტურის ცენტრს შუა საუკუნეების საქართველოში და 2006 წელს ზუსტად 900 წლის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ დაგვეწყო გრძელვადიანი პროგრამა გელათის როგორც დიდი სამწიგნობრო ცენტრის წარმოსაჩენად. უნდა გავახსენო მაყურებელს, რომ ეს მონასტრები არ იყო მხოლოდ არაჩვეულებრივი არქიტექტურა, ხატები და ფრესკები, არამედ ეს იყო ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი მწიგნობრული ცენტრები. აქ იწერებოდა ხელნაწერები, ითარგმნებოდა, დაცული იყო სხვადასხვა ადგილებში გადაწერილი ხელნაწერები და ამის შედეგად გელათში თავი მოიყარა ძალიან დიდმა კოლექციამ. ამ კოლექციის ძირითადი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ მოგვეწყო გამოფენა გელათური ხელნაწერების რამდენიმე წლის წინ ჩატარდა, მომზადებულიყო ალბომი გელათური ხელნაწერები, დაწყებული იყო ცნობილი გელათური ხელნაწერის გელათის ბიბლიის რესტავრაცია და სამომავლოდაც მსგავსი ბევრი გვაქვს დაგეგმილი. და ეს ალბომიც ნაწილია ამ დიდი პროექტისა. რა შევიდა ამ გამოცემაში? ჩვენთან დაცული არის ძველი ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები და საარქივო მასალა. შესაბამისად ამ ალბომის სტრუქტურაც ასეთია. შევიდა შესაბამისად ეს მასალა, ხელნაწერები, დოკუმენტები და საარქივო მასალები, რომლებიც უკავშირდება გელათს. რა თქმა უნდა, მოცულობიდან გამომდინარე და პროექტის მიზნიდან გამომდინარე ეს არ არის სრულყოფილი. არამედ აქ არის რჩეული ნაწილი შესული, არის სამეცნიერო პოპულარული ხასიათის ტექსტები და უხვად არის ილუსტრირებული. აქ არის წარმოდგენილი როგორც ის ხელნაწერები, რომლებიც გელათშია თავის დროზე გადაწერილი, ასევე ის მასალა, რომელიც შემდეგ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზთა გამო მოხდა გელათის მონასტერში. ბატონო ბუბა, ეს გამოცემა მომზადდა დაახლოებით 1 წლის წინ, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი გამოცემა. რას უკავშირდება ის, თქვათ, სპეციალურად ამ თარიღს დაამთხვიეთ თუ რაღაც, თქვათ, იგივე ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე? მე არ შემიძლია მადლობა არ უთხრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომლის მხარდაჭერითაც დაიწყო საერთოდ ეს პროექტი, გელათური ბიბლიის რესტავრაცია, ალბომის მომზადება და გარკვეულ მიზეზთა გამო აქამდე ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა ემათი თანადგომით მოხერხდა ამ ალბომის გამოცემა. სხვათა შორის ეს პრეზენტაცია, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, არ იქნება მხოლოდ გელათური ხელნაწერების პრეზენტაცია, ამ ალბომის პრეზენტაცია. ეს იქნება 8 თებერვალს. არამედ გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ ეს შეიძლება იყოს პრეზენტაცია იმ დიდი შესაძლებლობების, რაც აქვს ჩვენთან დაცულ კოლექციას. ჩვენი კოლექცია საშუალებას იძლევა ბევრი სხვადასხვა ნიშნით დაჯგუფდეს ეს მასალები და როგორც გეოგრაფიული, ისე თემატური ნიშნით. ჩვენთან არის დაცული ძალიან ბევრ მონასტერში დაცული და გადაწერილი მასალა, ასევე თემატიკა არის არა მარტო სასულიერო, არამედ ბევრი საერო ლიტერატურის ჟანრი არის ამ ხელნაწერებში წარმოდგენილი. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ანალოგიური ალბომის გამოცემა ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფილით შეიძლება. ბატონო ბუბა, ეს მასალა, რომელიც თქვენთან ინახება და რომელიც საერთოდ შეიქმნა გელათში, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ისტორიულად შეუფასებელი არის ქართველი ერისთვის. რამდენად პოპულარული არის ახლა ის იგივე თუნდაც სამეცნიერო წრეებში და თქვათ არასამეცნიერო წრეებში? თქვათ ან ზოგადად რამდენად სარგებლობს პოპულარობით? შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო წრეებში გელათი, როგორც მნიშვნელოვანი მწიგნობრული და ლიტერატურული კერა, საკმაოდ კარგად არის ცნობილი და ინტენსიურად მიდის კვლევები ამ მიმართულებით, მათ შორის უპირველესად ჩვენს ცენტრში. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შესავალში ვთქვი, რომ ფართო საზოგადოებას ეს მონასტრები წარმოუდგენია მხოლოდ როგორც საეკლესიო ცენტრი და არქიტექტურა. და აი ამ მონასტრებს, როგორც ძველი პერიოდის, ძველი საქართველოს მნიშვნელოვან ბიბლიოთეკებს ნაკლებად აღიქვავს საზოგადოება. ასე მაგალითად, აი პარალელს გავავლებ ტაო-კლარჯეთის ძეგლები უკვე ძალიან კარგად გახდა ცნობილი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ტაო-კლარჯეთი
ერთმანეთის აი ამ ცენტრებს უკავშირდება არაჩვეულებრივი ხელნაწერების შექმნა და გავრცელება შემდეგ. ასე რომ აი ასეთი პროექტების მიზანი სწორედ ეს არის, რომ აი ამ კუთხითაც დავანახოთ საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი მონასტერი. ბატონო ბუბა, როგორ გავრცელდება ეს ახალი გამოცემა, თქვათ, გაიყიდება ის დარიგდება სკოლებში, ბიბლიოთეკებში თუ გავრცელების რაღაც სხვა ხერხები? გავრცელების ყველა ფორმას მიმართავთ, გავრცელდება ჩვენს კოლეგებში, საჩუქრად მიიღებენ ბევრი, მათ შორის თქვენი სტუდიაც და ასევე შეძენათ შეიძლება საზოგადოება დაინტერესებული საკუთაისის ციგნის მაღაზიებში იქნება ეს. ყველგან ექნება შესაძლებელი. და ბატონო ბუბა, არ შემიძლია არ გკითხოთ, თქვათ, იგივე ამ პროექტის ფარგლებში რა არის კიდევ დაგეკმილი? გელათ გამომდინარე იქიდან რომ გელათი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, შეიძლება ითქვას ყველაზე გამორჩეული მწიგნობრული ცენტრი შუა საუკუნეების საქართველოში. ამ მიზნითაც ყოველ შემთხვევაში მე-12 საუკუნიდან ამ მიზნითაც შექმნა ის დავით აღმაშენებელმა, ხომ? და აქედან გამომდინარე არის ძალიან ბევრი ხელნაწერი უკავშირდება ამ ცენტრს, საშუალება გვექნება რომ გავაგრძელოთ ეს პროექტი, მაგალითად ერთ-ერთი უახლოესი ამოცანა რაც არის ანალოგიური გამოცემა გავაკეთოთ გელათურ სახარებაზე, გელათის სახარებაზე, რომელიც გამორჩეულია შესრულების დონით, მინიატურების, არაჩვეულებრივი მინიატურები აქვს წარმოდგენილი და ძალიან დიდი ოდენობით, დაახლოებით 300 მინიატურა არის იქ. გარდა ამისა, უფრო გრძელვადიანი მიზანი შეიძლება იყოს გელათური სახარების ფაქსიმილური გამოცემის მომზადება, ეს გულისხმობს ხელნაწერის გამოცემა ზუსტად ისე, როგორც მან მოაღწია. მისი თითეული გვერდი არის მოხატული, შემკული არაჩვეულებრივი საზედაო ასოებით. სხვათა შორის, ჩვენ დღეს საქართველოში დღემდე არ აგვაქვს არც ერთი ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემა, არა და ეს მიმართულება ძალზე პოპულარულია მდიდარი მწიგნობრული მემკვიდრეობის ქვეყნებში და იმედი გვაქვს რამდენიმე წელიწადში ამასაც შევწყვეტ. ძალიან საინტერესოა და არ დავკარგავთ იმ დიდ ფასეულობას, რამაც ჩვენამდე მოაღწია. მადლობა ბატონო ბუბა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი დღევანდელი სტუმარი. სხვა ამბები პირდაპირ ეთერში ხანმოკლე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. დაგველოდეთ.